21 სექტემბერს კონსერვატორიის მცირე დარბაზში 7-ის ნახევარზე მსმენელს ეძლის განსაკუთრებული, ესე ვთქვათ, კონცერტი კამერული მუსიკის, კლასიკური, რომელიც იქნება ორი განყოფილებისგან შედგება. პირველი განყოფილება დაეთმობა სოლო ინსტრუმენტებს, ანუ მე დავუკრავ ბახის ჩელოს სუიტას ნომერ 4-ს, ხოლო შემდეგ მარია დაუკრავს სოლოს შოპენის მეოთხე ბალადას და ასევე ლისტის ესპანურ რაფსოდიას. ხოლო მეორე განყოფილება გაიხსნება პრემიერით. პირველად თბილისში დავუკრავთ ლიზა ჩხაიძის, ჩემი უახლოესი მეგობრის ნაწარმოებს, რომელიც ლიზა ახლახანს დაამთავრა ბერკლის უნივერსიტეტი, ხოლო ახლა ცხოვრობს ლოს-ანჯელესში და იქ განაგრძობს მოღვაწეობას. ძალიან მიხარია, რომ ესეთი პრემიერა იქნება და პირველად მოისმენს მსმენელი ამ ნაწარმოებს. მერე უკვე იქნება ბეთჰოვენის მესამე სონატას ერთობლივად შევასრულებთ მე და მარია, ხოლო ბოლოს დავასრულებთ შოპენის სონატით. ლიზა, კონცერტს ქვია, დაიჭირეთ წამი და რამდენად ვიცი ეს სახელწოდება თქვენ შეურჩიეთ ამ საღამოს. ჩემ მეგობარი დაბეხმარა. რითია შთაგონებული სახელწოდება? რითია შთაგონებული და ალბათ იმითი, რომ წამიერია ეს ცხოვრება და ყოველი წამი ძალიან მნიშვნელოვანია და არ უნდა ესე ჰაერს არ უნდა გავატანოთ და დავაფასოთ. ალბათ ისიც დიდ როლს თამაშობს, რომ ძიმე მდგომარეობა უკრაინაში და სხვათა შორის მარია 2 წლის წინ გავიცანი უკრაინაში, კიევში, სადაც მიმიწვიეს ბუკეტ კიევ სტეიჯ ფესტივალზე და იქ ერთობლივად დაუკარით და ალბათ ამან განაპირობა ეს სახელწოდება ზუსტად ომში რომ მიდიხარ და არ არის მარტივი, სხვანაირად უყურებ და აფასებ ცხოვრებას. სხვათა შორის მარია პირველად წინა წელს მოვიწვია, იმიტომ ძალიან მომეწონა როგორც მუსიკოსი და მინდოდა რომ ქართველი მსმენელი გაცნობოდა მას და კონცეპტ არტის ორგანიზებით წინა წელს ჩავატარეთ ასევე კონსერვატორიის მცირე დარბაზში პირველად კონცერტი და იმდენად მოეწონათ ეს კონცერტი, რომ წელსაც გადავწყვიტე, რომ აუცილებლად უნდა ჩამომეყვანა მარია და ისევ გაგვეკეთებინა, რასაკვირველია სხვა პროგრამით, მაგრამ უნდა გაგვეკეთებინა ერთობლივი კონცერტი. აი რატო აღმოჩნდა მასთან თანამშრომლობა კომფორტული თქვენთვის? გარდა იმისა, რომ დავუშვით მოგეწოდათ როგორც მუსიკოსი. მთავარი არის რომ მომეწონა როგორც მუსიკოსი. მარტივი იყო მასთან მუშაობა, ბევრი დრო არ გვქონია, იმიტომ რომ 27 საათი ვიმგზავრე, ჩავედი და მეორე დღეს კონცერტი იყო და ის სულ რაღაცა საათ ნახევარში მოვახდინეთ ძალიან დიდი პროგრამის გაკეთება და აი ეს იყო მართლა რაღაცა ეგეთი არც არ მქონია, იმიტომ რომ ესე დიდი გამოცდილება მაქვს სცენაზე ხან ისე ყოფილა ხან ასე, მაგრამ მისი სიღრმე, მისი ბგერა, მისი მუსიკალურობა, მისი მოსმენა, ზოგადად უჭირთ პიანისტებს მოსმენა სხვა ინსტრუმენტალისტებს, იმიტომ რომ თვითონ სოლისტები არიან და უყვართ ეს მდგომარეობა და აი ეს დავინახე რომ მას შეუძლია იყოს კარგი ანსამბლისტი, ესე კარგად შევერწყვეთ და ამიტომ ძალიან მომეწონა. მარია ამჟამად თბილისშია როგორც მოვიდა და არა ჩამოვა და აქვე მინდა დავძინო ძალიან დიდი მადლობა პაინა სტორიას სასტუმროს, რომელიც უმასპინძლებს ჩვენს სტუმარს. ლიზა, რა ეტაპია ამჟამად თქვენ შემოქმედებაში, აი კონცერტის პარალელურად? პარალელურად ვცდილობ, რომ აქტიურად უფრო გავაქტიურდე, უფრო მეტი გავაკეთო. ეხლა მუშაობ, რომ დისკი ჩავწერო და აი ამ მუშაობის პროცესში ვარ. რას უკავშირებთ თქვენ სამომავლო გეგმას? უბრალოდ როგორც საცხოვრებელ სივრცეს საქართველოში გეგმავთ და მოიაზრებთ თქვენს მომავალს თუ უცხოეთის გეგმავთ? სხვათა შორის უცხოეთში რომ ცხოვრობდი, აქეთ ჩამოვრვადი და აქეთ მინდოდა ყოფნა. ახლა როგორია? ახლა რაღაცები შეიცვალა, ამიტომ ნახოთ ცხოვრება საით წაგვიყვანს. რა გაძლევთ აი რა გამყოფებთ მუშაობისთვის საჭირო ფორმაში? სისტემატიურობა, რეგულარული მუშაობა საკუთარ თავზე, ვარჯიში, ასე ვთქვათ, უხეშად რო დავარქვათ თუ აი რა არის ის, რაც აუცილებელი არის თქვენ პროფესიაში, იმისთვის რომ იყოს სასურველ ფორმაში? ყოველდღიური მეცადინეობა რასაკვირველია ეს. ეს უცვლელი არის დღემდე.
დღემდე უცვლელი უბრალოდ არის რაღაცეები ზოგჯერ კარგი არის გაჩერება რომ გადააფასო რაღაც ახალი ემოციები შემოვიდეს რომ ახლებურად კიდე სხვანაირად დააფასო შენივე პროფესია ამიტომ ხო მრავალფეროვანია რა გააჩნია როგორ მიუდგები და რა მიზნები გაქვს იმ მომენტისთვის მე რაც მქონდა მიზანი ის ყველაფერი სულიერი სიმშვიდე მომეპოვებინა და ასე შემდეგ ჩემს პროფესიაში მივახციე და ეხლა იწყება ახალი ეტაპი ჩემს ცხოვრებაში და აი იმისკენ ვიღებ ამ გესს